Jack. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენს წინაშეა EdTalk-ის მეორე ეპიზოდი. დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ჩემი სტუმრები იქნებიან Q&A და თბილისი Hills-ი, რომლებიც ისაუბრებენ ძალიან კარგ კამპანიაზე, რომელიც ერთად შექმნეს. კამპანიის მესიჯი არის ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა. და ძალიან საინტერესოა მოკლედ ამ კამპანიის მიმოხილვა თქვენთან ერთად. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. თქვენს წინაშეა მარიამ ხარატი, თბილისი Hills-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და Q&A-ის დამფუძნებელი გიორგი ქლუიძე. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ მოყვარებულს. მადლობა მოწვევით. ხართ ჩემი სტუმრები და ვსაუბროთ მოკლედ ძალიან საინტერესო კამპანიაზე. როგორც წესი, ჩვენ გვაქვს ესეთი მიმართულება, რომ თავიდან რაღაცა სიღრმიდან გვინდა დავიწყოთ ამ კონკრეტულ კამპანიაზე საუბარი და პირველი კითხვა, რასაც სტუმარს უსმევ ხოლმე, ბრენდის მხარეს ამ შემთხვევაში არის ზოგადად მარკეტინგის გუნდის შესახებ. ანუ რა ხდება კომპანიის მხარეს, ანუ რამდენი ადამიანისგან შედგება, რა სიტყვა შეიძლება რაღაც რამოდენიმე დეპარტამენტად არის ჩაშლილი და სანამ კამპანიაზე გადავალთ უშუალოდ, რომ მაყურებელს წარმოდგენა შეუქმნათ იმ რესურსის შესახებ, რაც ბრენდს გააჩნია და შემდეგ უკვე იმ საჭიროებებზე, რაც უკვე სააგენტო შემოდის უკვე თქვენ ცხოვრებაში. გამარჯობა. კიდევ ერთხელ და მივესალმებ მაყურებელს. ჯერ მოკლედ მოვყვები კომპანიის შესახებ რა მიმართულებები აქვს და მე უფრო მარტივი გასაგებიც იქნება დეპარტამენტი რატო არის ცენტრალიზებული და რატო ყავს თიმში 5 ადამიანი და რატო არის თქვა აუთსორსზე დიჯიტალი. პირველ რიგში თბილისი Hills-ი არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 330 ჰექტარს მოიცავს სრულად. მთავარი მიმართულება არის ნაკვეთები, აპარტამენტები და აერთიანებს 60 ჰექტარზე ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედნებს საქართველოში. მესამე მიმართულება არის რესტორანი, რომელიც ახლა დავიმატეთ, ფრანჩაიზი ვიყიდეთ და მეოთხე გამწონება, რომელსაც ჩავუშვებთ უკვე ძალიან საინტერესო პროექტი არის, იმიტომ რომ პიონერები არიან საქართველოში ყველაზე დიდი გამწვანების პროექტი შექმნეს გოლფის სახით და ამას ჩავუშვებთ 25 მაისის შემდეგ. უკვე საიტიც სამუშაო პროცესში არის. ჩვენს თიმში ვარ მე, მარკეტინგის ხელმძღვანელი. დავიმატეთ დაახლოებით 4-5 თვე არის მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც უშუალოდ ღონისძიებების მიმართულებით არის ჩართული და მე ამას უფრო კარგად გავშლი, იმიტომ რომ ღონისძიებები თბილისი Hills-ის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ ხდება სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებთან, გარდა იმისა, რომ ვაკეთებთ კამპანიას, გარდა იმისა, რომ დიჯიტალში ძალიან აქტიურები ვართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგის მიმართულებითაც, რომ აუდიტორიას სწორად მივაწოდოთ ჩვენი სათქმელი, რაღაც ვერბალურად. არის ჩვენი კოპირაითერი სოციალური მედიის მენეჯერი, რომელიც გვეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში, თავის ინიციატივით და ძალიან დიდი мотиваცია აქვს. ამასაც მე კარგად გავშლით და ჩვენი დიზაინერი. აქ უკვე კრიტიკული კითხვის ეს გამიჩნდა იდეა. რომელიც თავის ინიციატივით გვეხმარება. კამპანიის პროცესშიც აქტიურად იყო ძალიან ჩართული როგორც დიზაინერი, ასევე ჩვენი სოციმედია გადაღების პროცესში თავიდან ბოლომდე პოსტშიც შეხვედრებზეც იყო ჩართული და აუთსორსზე გვაქვს დიჯიტალ მარკეტინგ მენეჯმენტი თავიდან მომდე გადანილი. რაც ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გაწყვეტილებით. კი ბატონო. და ნუ სანამ თვითონ სააგენტოსთან გადავალ, ანუ როგორ ხდება ხოლმე მაგალითად რაღაც კონკრეტული იდეის, ანუ რა შემთხვევაში დგება საჭიროება რომ გახვიდეთ აუთსორსზე რამე სერვისით და რას ფარავთ შიდა გუნდით, აი ეგეც საინტერესოა. იცი შიდა გუნდით შეიძლება დაიფაროს ყველაფერი. აბსოლუტურად გარდა აი კამპანიისა, რასაც მე ვისაუბრებთ რა, მაგას აუცილებლად პროფესიონალი თიმი ჭირდება. აი მაგალითად ეხა დიჯიტალის შემთხვევაში შეიძლება ყავდეს დიჯიტალის ცალკე თიმი. დიდ კომპანიებს აქვთ მაგის ფუფუნება, რომ ცალკე მეტასთვის, Google-ისთვის, ყველა ჩენელისთვის იყოს გუნდი თავის გამოცდილებით, რომელიც რაღაც უშუალოდ ექსეკიუტორ არის და რაღაცა ტასკების გადანაწილებით სწორ სეგმენტზე, სწორ ტარგეტზე უშვებს რეკლამებს, ხო? ჩვენ შემთხვევაში დიჯიტალი ესე ცალკე არ გვყავს და ამას თავისი მიზეზიც აქვს. ეხლა გვემატება, თუმცა იქნება ჩართული უშუალოდ კომუნიკაციაში დიჯიტალის სააგენტოსთან. რატო გახდა საჭიროება, რომ გაგვეტანა აუთსორსზე? ჩვენ უკვე დაახლოებით
4-5 წელია გატანილი გვაქვს, მე 2 წელი ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ესტონელები მუშაობდნენ და ამის საჭიროება იმიტომ გახდა, რომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ძალიან კარგი იქნება, როცა რამდენიმე ადამიანი, პროფესიონალების გუნდი მუშაობს შენს კომპანიაზე, შენს პროდუქტზე და brainstorming-ი აქვს, იქ დისკუსიები მიდის, იქ digital-ის head-ი ცალკე არის, იქ ცალკე advertiser-ი, იქ ცალკე account-ი, რაღაც სამაბს აკეთებს ხოლმე და ყოველკვირეულ შეხვედრებზე გიზიარებს რა მოხდა, რა განვიხილეთ და ის ძალიან დიდი კომფორტი არის. Cost effective არის ჩემი აზრით პირველ რიგში. ხო, მიძღვნილი გუნდი რო არის შენ პროექტზე. და თან თავის გამოცდილებები აქვს, თავისი ბაზები აქვს, თავისი დანიშნულოვანი ხედვები აქვს, რომ მოდი ესე გავაკეთოთ, მოდი აი ეს რეკომენდაცია გვაქვს და ამიტომ მგონი რომ ძალიან საინტერესო არის მაგალითად თანამშრომლობა. კი ბატონო. ნუ დარწმუნებული ვარ მე რაღაც საუბარში მიუბრუნდებით ამ საკითხსაც. წინა ეპიზოდშიც ჩვენი სტუმრები სააგენტოს მხარე საუბრობდა და მინდა რომ ყველას დაუსვა ეს კითხვა, ზოგადად როგორია მათი მოწყობა. იმიტომ რომ დღეს ქართული ბაზარი, სარეკლამო ინდუსტრიის მხარე რო ავიღოთ, ძალიან ბევრი სააგენტო არსებობს და ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ინდივიდუალური მოწყობა აქვს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი განსხვავებული მოდელი გაქვთ თქვენც და ძალიან საინტერესოა ზოგადად რომ მოგვიყვეთ საიდან როგორ და ეს რაღაცა თუნდაც თავიდან წამოყვეთ. კი, კეთილი. სიამოვნებით. ხო, მოგესალმებით კიდე ერთხელ. როგორც შენ თქვი, მე ვარ გიორგი ქლივიძე და ვარ Q&A-ის, ასე ვთქვათ, თანადამფუძნებელი და მთელი Q&A ორი ადამიანი ვართ, შესაბამისად მე ვარ მთელი კომპანიის 50% ეგრე მასული. ხო, Q&A-ის იდეამდე სანამ მივალთ, ანუ მანამდე ვიტყვი რომ მე და ნიკუშა ანთაძე რეალურად აი საკმაოდ დიდი ხანია უკვე ერთ რაღაცა 10 წელიწადზე მეტია თანამშრომლობდით ძირითადად იმ ტანდემში, სადაც მე არ დირექტორი ვარ და ის კოპირაიტერი რა, ანუ რაღაც როლები და ფუნქციები გვეცვლებოდა ხოლმე, მე რაღაც Holmes თავიდან Windforce-ი იყო, მე Holmes and Watson-ში ნიკუშა creative director-ი იყო, მე senior art director-ი, მე რაღაც დავიშალეთ, ცალკე იყო Holmes-ი, მე გადავედი მეტროში, მოკლედ აი რაღაცა მიმოძრავეთ რა ინდუსტრიაში, სხვა გზებით და ბოლოს ჩვენთვის რაღაცა ამ გამოცდილებით და ამ ასაკში ყველაზე კომფორტული არჩევანი გამოდგა და აღმოჩნდა რომ გაგვეკეთებინა ეს თქვა სააგენტოსაც ვერ დავარქმევდი ჩვენ თავს, იმიტომ რომ რაღაც სააგენტო მაინც რაღაცა სხვა სტრუქტურა არის, ჩვენ ვეძახით ჩვენ თავს creative duos რა. და სადღაც ის არის შუალედი არის ფრილანსერთან და სააგენტოსთან მუშაობას შორის. იმიტომ რომ როდესაც ჩვენთან შეკვეთა მოდის ჩვენ რეალურად ფრილანს მარკეტზე შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ მოვიზიდოთ შემსრულებელი რესურსი იმოცულობის, რომელიც შეიძლება სააგენტომაც წარადგინოს და კლიენტთან ურთიერთობაში კლიენტს ის კომფორტი აქვს, რომ ჩვენთან ურთიერთობის შედეგად გარანტია აქვს, რომ ასე ვთქვათ კონკრეტულად ჩვენ ვემუშავებით რა, ანუ ეგ ინსაიტი რო თქვა, ხანდახან არის იყო ხოლმე და არის ხოლმე, რომ აი სააგენტოსთან მიდის კლიენტი, იქ რაღაცა კონკრეტული სახელებია, რომელთანაც უნდა რომ აღსრულდეს მისი პროექტი და საქმეზე რო დგება მისი პროექტი, ასე ვთქვათ, შეიძლება სულაც არ აღასრულოს იმ სახელმა რა. ეს სიმართლე რო ვთქვათ. ჯუნიორებს ხო არ ჩართავთ ამ პროექტზე. ხო, მოდი გამოვცადოთ ესე. ხო, ამიტომ ჩვენი ასე ვთქვათ პრომისი კლიენტთან ეგარი რომ ზუსტად ჩვენ ვართ ის ვინც მუშაობს და ანუ შეეხება მე უკვე ასე ვთქვათ რა მოცულობა და რა ტიპის ადამიანები იქნება საჭირო ამა თუ იმ პროექტის შესრულებად, მაგაზე ასე ვთქვათ ჩვენ ვზრუნავთ რომ სწორი ტიპები ვიპოვოთ და მანდაც რაღაც მხრივ კომფორტი არის ჩვენთვის და კლიენტისთვის, რომ ზუსტად ისეთი ტიპის ილუსტრატორს ვიპოვი, რომელიც შენ პროექტს ჭირდება და არ ვარ შეზღუდული იმითი, რომ აი მე ხელფასზე ვინც ყავს, მაინც და მაინც იმას უნდა გავაკეთებ. ძალიან დიდი კომფორტია. ხო, აი რაღაცა ნუ ბაზები გაქვთ თუ აი მაინც ძველი ნაცნობობა და უკვე დაახლოებით ბაზები და ნაცნობობა ერთი და იგივე გამოდის, იმიტომ რომ ანუ იქიდან გამომდინარე ზუსტად ჩვენ ბევრი ვიარეთ სხვა სააგენტოებში და სხვა პოზიციებზე გვიმუშავია, ამიტომ ფაქტობრივად ყველას ვიცნობთ რა და კიდე ახლები ვინც არიან, იმათზეც headhunting-ი ასე ვთქვათ გვაქვს და ჩასაფრებულები ვართ ვინმე ნიჭიერი თუ გაჩნდება რა და ისე ყოველდღიურობაში საინტერესო მოდელია, იმიტომ რომ სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა ტიპს გიწევს რომ ემუშაო და ეგეც რაღაცა ის არის საინტერესო სახალისო ნაწილი არის საქმის. ხო, ეგ იყო კითხვა თუ კიდე კი, ხო, ანუ მე უბრალოდ კითხვა მქონდა რომ რაც მივხვდი ალბათ უფრო პროექტი კარნახობთ ხოლმე როგორი ადამიანები უნდა იპოვოთ რა, იმიტომ რომ გააჩნია თვითონ რა პროექტია და როგორი. ხო, აი ამ შემთხვევაში ეს ამ პროექტში ასე ვთქვათ
და შეგვიძლია რომ გადავალთ უკვე იმ ნაწილზე სტრუქტურულად განვიხილოთ ეს პროექტი როგორ შედგა. კი, აი საინტერესოა, რადგან უკვე თემა მოიტანა, მაშინ პრინციპში შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მაგ ნაწილზეც, საიდან იწყება ეს კამპანია. კარგი იქნება რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ვინც არის, წარმოგვიდგინოს შეექმნას გავბრიფოთ მოკლედ ჩვენი მაყურებელი და მე რომ კარგად გამოვყვეს ბოლომდე რა გაკეთდა და რამდენად ემთხოვდა იმ ბრიფს, რაც მოკლედ თქვენ დაუსახეთ სააგენტოს. ანუ ჯერ თქვენ სანამ ბრიფამდე მიხვიდოდით, შიგნით აი ესე უცებ დაგარტყათ რომ აი რამე კამპანია გჭირდება თუ აი რამე პრობლემა არსებობდა სავარაუდოდ, რომელსაც მე მოვერგეთ, ხო? კი, პრობლემა არსებობდა პირველ რიგში, მაგრამ ეს ჩემი პირველი კამპანია იყო, ბრიფის წერის გამოცდილებაც პირველი იყო და ძალიან დიდი გამოწვევა იყო მართლა ის პროცესიც, სანამ დაიწყებოდა კამპანია ის ბრიფი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რო სწორად მიეწოდო სააგენტოს პროდაქშენს, რა გინდა, რა პრობლემა გინდა რომ გადაიჭრას, მაგრამ თავიდან ხო რაღაცა ესე მე 2 წელი არაც აქ მუშაობ და მოვედი თუ არა დაახლოებით უკვე 6-7 თვეში ვიფიქრე რომ ამ კომპანიას სჭირდება აუცილებლად რაღაც მასშტაბური. ანუ იქ რაღაც ღონისძიებები ტარდებოდა, იქ ყოველთვის იყო რაღაცა სხვადასხვა მესიჯი, რაც მგონია რომ არ არის სწორი. რომ ანუ იქ რაღაც ვიდეო კონტენტი კეთდებოდა, იქ პარტნიორული ურთიერთობები იწყებოდა, მაგრამ ცოტა ქაოტურად, ესე გულწრფელად რო გითხრათ. ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ აი ქაოსი მქონდა, რომ ანუ არ ვიცოდი რა იყო მთავარი მესიჯი და მთავარი სათქმელი ბრენდის მხრიდან მომხმარებლისთვის, რომ ანუ რას ეუბნება, რა არის მანდ ხო, რაღაცა ხომ და იცოდეს მარკეტინგმა, გაყიდვებმა, იქ ინსაიტებია, იქ ვიცით უკვე რაღაცები და მე აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ მოდი ერთი ქოლგის ქვეშ მოვაქციოთ რაღაც და მაგის მიხედვით გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რომ გაერთიანდეს ის რაღაც როგორ ელოპარაკები მომხმარებელს ის საერთაშორისო ბაზარზეც თუნდაც ხო, ანუ ეგეც მახსოვს რომ ეწერა ბრიფში, რომ არა მხოლოდ ქართველებისთვის გვინდა იყოს მორგებული არამედ უცხოელებისთვის, იმიტომ რომ გოლფის შემთხვევაში მინიმუმ გოლფი real estate-საც გოლფერები არიან ესეთი გადაწყვეტილება არის რომ 60% მაინც უცხოელები არიან, ეგ მაინც სტერეოტიპია. მინდა რომ დავებსხო ეგ სტერეოტიპი, მაგრამ რეალობა არის რა, რომ უფრო ანუ ცნობიერება გოლფში საქართველოში, ანუ არ არის, ანუ არიციან გოლფი, რომ შეიძლება ითამაშონ და მაგ affordable არის რეალურად. გოლფის ტრადიცია, მაგრამ ჩვენ ტრადიცია არ არის კულტურა. სიახლე არის ჯერ, ხო, ნუ რაღაც თაობების მერე შეიძლება იყოს. ხო, ანუ საბოლოოდ მივხვდით, რომ არის ბევრი პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან დაიწყო რაღაც რისერჩები. იქ აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტთან დავიწყეთ კითხვების დასმა, რომ რა ხდებოდა აქამდე, რა ისტორია ქონდა ჰილს. იქ ჩვენი მძღოლიც გვეხმარებოდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ჰილსში და როგორ დაიწყო საერთოდ თბილისის ჰილსმა რაღაცა განვითარება, რა ეტაპები ქონდა განვლილი, ვინ იყო ჩართული ამ პროექტში, რა პრობლემებს გადააწყდა მომხმარებელთა კომუნიკაციაში გაყიდვები, იქ დირექტორის ხედვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ უყურებდნენ რაღაცები შეიძლება იცვლებოდა პროცესში, რაღაცები რატო იცვლებოდა და ნუ საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ გაყიდვების ინსაიტები, რომ მომხმარებლის ტრიგერი რა არის მომხმარებლის pain point-ები, რატო არ ეჯექტებს რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო. როგორ შეიძლება რომ აი ეს რაზეც არ ეჯექტებს, ანუ როგორც advantage ისე გამოვიყენოთ. ხო და ეგეთ რაღაცებზე რომ ვიფიქრეთ, საბოლოოდ მივხვდით, რომ მოდი გავაკეთოთ ბრიფი და ვანდოთ პროფესიონალ ხალხს, რომ გააკეთონ რაღაც ძალიან მაგარი, რაც გამოვიდა საბოლოოდ რა. ბრიფში თან გავიხსენო, დიდი ბრიფი იყო და რა მქონდა დაწერილი. ეს პირველ რიგში იწერება კომპანიის შესახებ. კომპანიაზე არც ვიცოდი რომ ესე ბევრმა არ იცოდა. ნუ პირველი მიზანი იყო რომ ევერნესი უნდა გაგვეზარდა, ხო? მაგრამ ანუ მან რაღაცა ურად მქონდა გაყოფილი ბრიფშიც, რომ რამდენი იყო კომპანიის შესახებ ინფორმაცია? აბა შესახებ ერთი გვერდი იყო სხვათა შორის. მე ეგრევე დავიწყეთ რეკლამის აუდიტორია რა. იმიტომ ვიხსენებთ რომ ეგეც უნდა თქვა ალბათ რომ ეს კამპანია რეალურად ჩვენ გავაკეთეთ ოქტომბერში, ხო? ანუ ოქტომბერში კი, მანამდე კიდე პროცესები იყო თან. ოქტომბერში ვიღებდით გაზაფხულს. ხდა აი ძლივს მივუსწარით სანამ ის წამოვიდა თოვლი და სანამ გაყვიტდა ეს მინდორი და აი ეგ ძართული იყო. ხო, მე როგორც მახსოვს, შესაძაც მიყავდა ეს საუბარი, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოინტია ის ვთქვათ იქიდან გამომდინარე რომ ზოგი კონსიუმერი შეიძლება იმაშვებოდეს, უარს ამბობდეს თქვენთან დასახლებაზე, იყო ის რომ თბილისი კი ქვია, მაგრამ ცოტა მოშორებით არის თბილისიდან რა. რაც მგონია რომ აი ზუსტად ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, ეს სიმართლე გამოვიყენეთ, პირიქით დასამალი კი არ გავხარეთ, პირიქით წინ წამოვწიეთ იმ ხრივ რომ
თბილისის ესეც თბილისია, ოღონდ ისეთ თბილისია, როგორც არც გინახავს არასდროს რა. კი. ხო, აი ზუსტად ეგ რაღაც pain point-ები რაც ვიცოდით უკვე და ძალიან ბევრ კითხვას გვისვამდნენ ნიკუშა და ქვლევა, აი ძალიან დეტალებში ჩავდედით, რომ მაგალითად აი ზუსტად ის ქცევები ცოდნოდათ ჩვენი არსებული მომხმარებლების იქ გოლფერი იქნებოდა თუ რეზიდენტი, რესტორნის სტუმარი, რომ ზუსტად ცოდნოდათ მე რა მესიჯი დაატრიგერებდა მაგ ხალხს, რომელიც საბოლოოდ არის შენი მომხმარებელი პოტენციური. მაგრამ მე მაინც ორად ვყოფ. ერთი არის რომ ძალიან საინტერესო არის რაღაც general auditoria's დააინტერესო, იმიტომ რომ გაუჩინო სრული რომ აი თბილისი ჰილსში ვიცხოვრებდი, ნეტა ვიცხოვრო თბილისი ჰილსში. ეს ჩემი მიზანიც იყო და მაგრამ მეორეც მთავარი და კომპანიის მიზანი არის გაყიდვები გაიზარდა და awareness-ი იმ ხალხში სწორ და რელევანტურ აუდიტორიაში, სამიზნე აუდიტორიაში, რომელიც სამ კომპანიის ინვესტიცია ჩაიდო და ბუნებრივია რომ უყურება აუდიტორია რომ კარგად გამოვკვეთოთ, აი უფრო ვინ იყო, ვისაც უმიზნებდით კამპანიით, რა, აი დაახლოებით. პირველი აუდიტორია ეს იყო, ხო, ანუ მათ თიქცევებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდა მერე თლიანად კონცეფცია შეიქმნა. ის აუდიტორია იყო მაღალშემოსავლიანი. სეგმენტურად სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25-დან, როგორც გქონდა, როგორც მეწერა ბრიფში, ხო, 50-60 წლამდე ადამიანი, როგორც golf sergeba ის ასევე real estate-საც და ხო, იქ კიდე user person-ებიც გქონდა ჩამოწერილი, რომ რა lifestyle-ი აქვს, რა ინტერესები აქვს, ხო, რომ ვიღაც თვით decision making პროცესში მაგალითად ნიკა რომელიც ცხოვრობს ვაკეში, აი რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, მაქედან გამოვედით, საცობი არის მისთვის რაღაც pain point-ი, ჩვენ ამას რაღაცნაირად ვუჭრით, რომ რაღაცა სხვა მნიშვნელობა ინიჭება ჩვენთან, მე კარგად ხო, user person-ები გამახსენდა ძალიან კაი ნაწილი იყო ამ ბრიფის რა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტ აი რეალურად მე საუბრის დროს კიდე დავხვეწეთ და ჩვენ უკვე რაღაცა ქცევამდე დაყვანილი და რაღაცა ჩვევებამდე დაყვანილი რამდენიმე პერსონა დავწერეთ რა, რომლის მიხედვითაც მე რეალურად ძალიან მარტივი გახდა იმ რაღაცა დოკუმენტარი სერიების გაკეთებაც და რამდენიმე სიტყვის მოფიქრებაც, რომელიც კლიპში, ასე ვთქვათ, იმაშვებოდა რა. კი ბატონო, აი ესე თანმიმდევრულად რომ გავყვეთ, ანუ რეალურად თქვენმა კომპანიამ გააკეთა ბრიფი, რომელშიც გაწერილი იყო, ასე ვთქვათ, ყველა ის ნიუანსი, რაც შეიძლება სააგენტოსთვის ყოფილიყო საჭირო და უკავშირდებით სააგენტოს, ხო? თუ აი როგორ ხდება, ეხლა თქვენი flow რო გავიაროთ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ეს პირველი თანამშრომლობა არის თქვენი ერთმანეთთან და აი როგორ იპოვეთ ერთმანეთს? ეს არა ორდინალური. სანამ ფლომდა გადავალ ერთი რაღაც დამატება მინდა ბრიფსა, რომ ბრიფში გარდა იმისა, რომ user person ეწერა და კომპანიის შესახებ და ბიუჯეტი, ასევე თავის დედლაინებით გაშლები, რომ საჭირო იყო ჩვენთვის, ამის გარდა მეწერა პრობლემები, რა პრობლემა უნდა გადაეჭრა. პრობლემები და სტერეოტიპები, რომელიც უნდა დაიმსხვრა თბილისი ჰილსზე, რომ აქ კარგი აგარაკს ავაშენებდი მაგალითად. აქ მარტო უცხოელები არიან და რაღაცა ეგეთი სტიგმები, რომელიც თბილისი ჰილსზე არსებობდა. და ხო, ანუ ეს ბრიფში მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე უფრო რელევანტურად ფიქრობენ, უფრო ლოგიკური მსჯელობა მიდის და უფრო უმარტივდება სააგენტოს. რაც შეეხება უშუალოდ flows, ჩვენ თავიდან გამოვაცხადეთ ტენდერი, რამდენიმე სააგენტოს და productions გავუზიარეთ ჩვენი ბრიფი. რაც ეს ფუფუნებაც ქონდა კომპანიას, რომ ამ შემთხვევაში დავიტოვეთ, რომ ჩვენ ვიხდიდით, ამან ესეთი რაღაც პროცესი არის, რომ თავიდან როცა იდეაზე მუშაობს ადამიანი, ამის თანხას იხდი ჩვენ წინასწარ security fees, კი და მე უკვე იდეებს გიზიარებენ. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო, როცა შეგიძლია რომ რაღაც დამკვეთის როლში ესე იდე მოусმინო ადამიანებს, ძალიან საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს და მე უკვე შენს თიმში გაიარო, გაანალიზო რამდენად რელევანტური არის თითოეული იდეა შენი ბრენდისთვის და რამდენად ჭრის იმ პრობლემას რეალურად, ხო, რაც ქონდა ბრიფში. და მე ტენდერის მერე უკვე იღებ გაწყვეტილებას, რომ ვინ უფრო ახლოს არის შენს ბრენდთან და ვინ გიჭრის რეალურად ვის აქვს კაი სოლუშენი, ხო? კი ბატონო. თქვენ შემოვდივარ ჩვენ. აქ ანუ ინდუსტრიასთან მივიდა დავალება. აქ ინდუსტრიასთან არ მისულა, როგორც მარიამა თქვა, ტენდერი გამოაცხადა. ამ ტენდერის შესახებ ჩვენ შეგვატყობინა და დაგვიკავშირდა სანდრო გაბილაია ინდუსტრია და რეალურად ინდუსტრია და Q&A ჩაერთენ ამ ასე ვთქვათ ტენდერში მოსაგებად რა. ანუ ცოტა ის არის გადალაგებული არის თანმიმდევრობა, მაგრამ პრინციპში იგივე არის, რაც სააგენტო როცა production-ს უკვეთავს რა. ამიტომ მგონია რომ ეგეც რაღაცა პატარა
პატარა სხვაობა არის და პატარა ცვლილება არის, რომელშიც ჩვენ სიამოვნებით მონაწილეობთ რა. ანუ მაგალითად ინდუსტრიას თუ აინტერესებს ამ ტენდერში მოგება და ამ პროდაქშენის წარმოება მისთვის საინტერესო არის, ვიკავშირდება ჩვენ და ჩვენ ვეხმარებით, ასე ვთქვათ, კრეატიულ ბირთვში, რომლის მიხედვითაც მე გაკეთდება ეს კამპანია. ამ შემთხვევაში ჩვენ და ინდუსტრია, ასე ვთქვათ, ერთად ვეთანამშრომლეთ უკვე მარიამს და ჰილს და ჩვენ როგორც აღმოჩნდა, მოვიგეთ ეს ტენდერი. კი ბატონო, მე მახსოვს რომ ინდუსტრიის პროდიუსერმა მითხრა, აი ზუსტად ვიციო თავიდან როცა პირველი შეხვედრა მქონდა სანდროსთან და სანდროსთან და პროდიუსერთან და ეს რაღაც მითხრას რომ ზუსტად ვიცი ახლა ვინც გააკეთებს ამას ყველაზე მაგრადო რა, ანუ კრეატიულ გუნდს გულისხმობდა და მე უკვე იდეებიც რო გაგვიზიარეს თან რამდენიმე იდეა იყო, ხო მე მგონი 3 იდეა იყო რაც გაგვიზიარეთ და მე უკვე ერთი შევარჩიეთ. დანარჩენები არ მაქვს. მე მახსოვს მეორე იყო ის რომელიც გავაკეთეთ. მე ძალიან მახსოვს ის 3 იდეა რაც იყო წარმოდგენილი თქვენი მხრიდან არ დავკარგეთ მაინც. ანუ რაღაცები ჩავაინტეგრირეთ, მაგრამ მოусმინე ხმას, ხო? ეგ იმდენად მოგვეწონა რომ მე უკვე ჩავსვით კამპანიის გაშლაში. ერთი კონცეფტი მთლიანად ხმაზე იყო, მთლიანად ხმიდან ავიღეთ რაღაცა ნაწილი და გადმოვიდა. ის ASMR-იც რაღაცა ნაცნობი ამბავია ხო და იდეას რო უყოვი და ყველაფერს გეტყვი, იცი ჩვენ ვიფიქრეთ და მოდი სამივე გავაერთიანოთ ერთმანეთში. და მე მიდის მეორე ეტაპი რომ ღმერთო ოღონდ ესა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ალბათ სააგენტოები მიჩვეულა. ჩვენ თქვა ვისწავლეთ და ისეთი იდეები გვაქვს, რომ ლეგოს ავიტება. ეწყობა. ოკეი, საინტერესო, ანუ მოდი გადავიდეთ, ანუ ბრიფი თქვენთან მოვიდა, ნუ რაღაც რა თქმა უნდა იდეა, ეხლა ცოტა დავსკიფეთ ეგ ნაწილი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მუშაობის პროცესი თქვენი შიგნით, აი რა ინსაიტები დაიჭირეთ ამ ბრიფიდან გამომდინარე, რა აღმოჩენები იყო და რაზეც თქვით, რომ აი ეს არის და აბა ამაზე ავეკოთ რა, ძალიან საინტერესო. მე მგონი აღსანიშნავი იქნება და საინტერესო მოსმენი იქნება, როგორ დავიწყეთ ინსაიტებზე მუშაობა. პირველი შეხვედრა ჩვენი დაინიშნა ადგილზე, ასე ვთქვათ, იმაში რა ქვია. თბილისი ჰილში. და მგონია რომ იქ ასვლით ბევრი პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, რომელიც დაკავშირებული იყო თვითონ ბრიფთან. და იმიტომ რომ მოლოდინი, აი, რასაც მანამდე ვამბობდით, რომ ეს არის რაღაცა დასახლება, რომელიც თბილისში არის და რომელიც პირდება, რომ მაქსიმალურად გამწვანებული. ანუ ესეთ პირობას ბევრი სამშენებლო და ბევრი მაგას ყველა გვეუბნება. პრემიუმ ხარისხი და მწვანე კომპლექსი. ხო, ეგ რაღაცა ისეთ გაცვეთილი სიტყვები არის რა. და არ მქონდა მოლოდინი რომ მართლა რაღაცა განსხვავებულ სივრცეში ავდიოდით, ხო? ანუ კი ვიცოდით რომ იქ გოლფის მოედანი არის, მაგრამ აი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ის რომ ცოტა მოშორებით არის რეალურად ცენტრიდან, მაგრამ მაინც შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ თბილისის ფარგლებში არის. და თვითონ ასე ვთქვათ ტერიტორია არის მართლა ფაქტობრივად ტყეში ხარ რა, ანუ რაღაცა ცივილურად მორგებული დასახლება ტყეს. აი მაქსიმალურად განცდა არის, რომელიც რაღაცა ხმებშიც არის, რაღაცა ვიზუალურადაც არის, მოკლედ სრულად რაღაცა ის არის, კომპლექტი არის განცდების, რომელიც მოულოდნელი არის რაღაც დეველოპერულ პროექტში რომ აღმოჩნდები ადამიანისთვის რა და ამიტომ ალბათ ხო ყველაზე მეტი რაც წამოვიღეთ ნუ იმ საუბრის გარდა შტაბეჭდილებები არის რომელიც ადგილზე მოხვედრის შედეგად მივიღეთ რა და ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ აქცენტი ჩვენ კამპანიის დროს იმაზე გავაკეთეთ რომ ეს გოლფის სივრცე არ ყოფილიყო უბრალოდ სივრცე იქ ცხოვრები ადამიანებისთვის და თვითონ გოლფის სივრცე გახდეს რაღაცნაირი სატყუარა ხალხისთვის რომ აი ეგ პირველი ექსპერიენსი რამენაერად მაინც განიცადოს რა იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთი რაღაცა point of difference როცა გააქვს ჯობია რომ აი პირველი დეგუსტაცია გააკეთებინო და მე თვითონ ასე ვთქვათ ადამიანს ექნება ისეთი რა ჩვენი selling point-იც ეგ არის ხო კლიენტებთან ხო ხო და მგონია რომ ეგ რაც ჩვენ განვიცადეთ ვეცადეთ რომ პირდაპირ ასე ვთქვათ მოგვეხერხებინა და სხვებისთვისაც იგივე ექსპერიენსი რაღაცნაირად გადაგვეწოდებინა რა ხო ანუ აი მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი თუ თქვათ ყველა იმას ამბობს რომ აი პრემიუმ ხარისხი და ინფრასტრუქტურა და ყველაზე მწვანე და ენერგოეფექტურები ვართ ჩვენ ვყიდით ან experience პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ დილას აი ადამიანის ცხოვრების წესი იცვლება როცა აქ გადმოდიხარ საცხოვრებლად ან მინიმუმ გოლფერი ხდები შენი ცხოვრების წესი არის რადიკალურად შეცვლილი როცა ჩვენი community-ის წევრი ხდები ხო ეს რაღაცა
ანუ ისე არ მინდა რომ გაიგოს მოყურებელმა რომ რაღაცა განყედებულად სხვა ზევიდან არ იყურები. არა რა თქმა უნდა ხო ეგ მახსოვს პრინციპი რა ეგ რისკი ხო ეგ რისკი არის მეთქი რომ ეგრე არ აღიქფან და საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ რომ კამპანიის მთავარი არსის ის უნდა ყოფილიყო რომ ჩვენ ვანახოთ რეალურად აქ რა ხდება ანუ ის რომ lifestyle ის რა community არის ვინ იქნება შენი მეზობელი იქ რომ გოლფის თამაშის გარდა არის უამრავი რაღაც ხდება ტერიტორიაზე და რადგან კიდე ის პრობლემა იყო რომ ჩვენთან ესე ვერ შემოივლი ანუ თუ მაგალითად სხვა დეველოპერთა შეიძლება შეიარო და დაათვალიერო შენ თვალით ნახო აქ თუ გამიზნულად შეხვედრა არ ჩანიშნე ისე ვერ მოხვდები თაზე ვართ მაღლა ვართ ამიტომ ტრაფიკი არ ფიქსირდებოდა ესეც მოეწერა მახსოვს ახლა თან მახსენდება ბრიფში რომ ტრაფიკი მინდა რომ იყოს ტერიტორიაზე ანუ ამ კამპანიამ უნდა გააჩინოს სურვილი ინტერესი ჩვენ სამის ტერიტორიაში რომ ვა ეს რა ხდება თბილისთან ახლოს ფაქტობრივად თბილისში მაისტრისა და მოდი ნახოთ რა ხდება და მინდა რომ ვიცხოვრო აქ რა ან რაღაცა გოლფერი გავხდე და ამ ხალხთან ერთად ანუ ის ცხოველის decision making process-ში როცა ჩვენი მომხმარებლები გაყიდვებისგან ვიღებთ ხოლმე რაღაც ინსაიტებს მათთვის მნიშვნელოვანია ის ხალხი ვისაც გაიცნობენ აქ რომ ძალიან საინტერესო ბექგრაუნდები აქვთ მაგალითად რეზიდენტებს მაგალითად ისიც რომ პროფესიონალი გოლფერები ძალიან მაგარი გოლფერები საერთაშორისო მასშტაბით ვინც არის დუბაი და იქ რაღაცა ჩრდილოეთით და ჩამოდიან ჩვენთან და თამაშობენ გოლფს ეგიც კი აინტერესებთ, ამიტომ რაღაცნაირად გვინდა რომ ყველაფერი ჩაგვექსავა ამ კამპანიაში და ისეთ დეტალებზე არის ნაფიქრი ხატრობაშიც კი, რომ აი მართლა ბრავო, აი ძალიან მაგარი გამოვიდა. მაყოფილი კლიენტი ბიზნეს მაგიდასთან. ხო, და მე KPI-ზე რომ ვისაუბრებ. იცი რა არის, გიორგისთან ისევ ჩაუღრმავდები ამ ნაწილს, ანუ მაინტერესებს pitch-ის პროცესი. როგორ მიყიდეთ ეს იდეა, ნუ კი სამი იდეა იყო, იქიდან სამივე ერთმანეთში გაერთიანდა, მაგრამ აი თქვენი წარმოდგენა, აი როგორც ბრენდთან მიდიხართ იდეის დასაფიჩად და რაღაცა ფილინგები გაგვთ ხო, აი როგორ ყოველთვის არსებობს სააგენტოში, როცა რაღაცა დაახლოებით წარმოდგენა შეიძლება აი რაღაცა როცა იდეას ყვები ვის ემოციებსაც აკვირდები, ვის შეიძლება გაეღიმოს, ვის შეიძლება ვისაც მოეწონება, მე შეიძლება იმას ის დაიჭირო და იმას მიყიდო რაღაც კონკრეტული იდეა და აი უფრო ისეთ დეტალებზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც ესე ღიად არ ჩანს და რაც შეიძლება ჩვენი მსმენელისთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, იყოს რაღაცა ერთგვარი რჩევასავით, არიგებასავით, რომ რა შეიძლება აი sales point-ის touch-ისად გავუკეთოს, რომ აი შენი გამოცდილება რაც რავი წლები არსებობს და ქონია ესეთ იდეის გაყიდვის პროცესში რა, როცა რაღაცა გინდა რომ შენთან მიყიდო. ხა დარწმუნებული ვარ სააგენტოს ყოველთვის აქვს თავის ფავორიტი ვერსია, რომელიც უნდა რომ გააკეთოს. ის ფავორიტი, რაც ავარჩიეთ. კი. ხო, გაიგიტყვა, იცი, ეს მაგ კუთხით ალბათ არ მიფიქრია. მოდი მოვყვები ჯერ როგორ ხდებოდა რა, მე როგორც მახსოვს, ჩვენი ასე ვთქვათ, იქ ადგილზე შეხვედრის მერე ქონა კოლი, ხო? ანუ ეს ასე ვთქვათ, წარდგენა კოლით მოხდა, ხო? კი. და ეგ ცოტა არ მომწონდა. ანუ მე ყოველთვის მირჩენია, რომ წარდგენა პირისპირ მოხდეს, იმიტომ რომ ისა კოლი მაინც რაღაც დისტანციას ქმნის, რომელიც ხო, ემოციასაც ვერ აფიქსირებ. კიდე ხელი შემშლელი, მე მგონი იყო რომ ინგლისურად უნდა ჩაგვეტარებინა. კი, ინგლისურად იყო პირველი თან. იდეების წარდგენა იყო ინგლისურად, ხო. მოკლედ რა დაბრკოლებები იყო ამ წარდგენისა. და მე ქართულად გადათარგმნა ინგლისურად. ხო, ამიტომ რაღაცა მაინც ანუ ქართულად ქონათ მომზადებული პრეზენტაცია და აღმოჩნდა რომ ინგლისურად უნდა დაგეფიჩათ. კი, და თან კონცეფცია რომელიც არის ხა ჰილსის ანუ კლიპიც რო ნახოთ, რეალურად დაწყობილია ქართულ სიტყვებზე რა. ამიტომ საკმაოდ ზოგი სიტყვა საკმაოდ ბევრ რამეს კარგავს თარგმანში რა. და ამიტომ საკმაოდ ისე რაღაცა არაკომფორტულად ვიყავი ამ პრეზენტაციის წარდგენისას რა. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა დააკლდა კოლის გამო და თარგმანის გამო. მაგრამ ხო, როგორც მაგის მე ინგლისურად აღარ ყოფილა. მაგის მე ხო, ინგლისურად იმიტომ იყო რომ დამფუძნებელი არის ესტონელი თუ არ ვშტები, ხო? ხო. მაგრამ ამის მერე მოგვიბრუნდნენ უკვე გვითხრეს რომ ეს კონცეფცია არის რომელიც მოგვეწონაო მე გავიგეთო სიტყვები გავიგეთო ყველაფერიო ხო ანუ რაღაცა ისეთი შემუშავებული თანმიმდევრობა არ მაქვს რომელს ვსვავ ხოლმე მოსაგებ კონცეფციად სამიდან არა ესე იგი ვიღაცები შვებიან ხოლმე კი ხო მე გამიგია რომ მეორე უნდა იყოს ის რაღაცა ფავორიტი იდეა რომ სამიდან კი მეც გამიგია არა ხო რაღაცა უფრო იმაზე არის ხოლმე აწყობილი როგორი დრამატურგიით ჯობია რომ ასე ვთქვათ კლიენტი შეხვდეს იდეებს რა
მე მაინც არ ვარ ხოლმე მომხრე რომ პირველი იდეათ იყოს ყველაზე კონტროვერსიული და ყველაზე ისეთი რაღაც out of box ტიპი. ამიტომ ჯობია ხოლმე რომ თავიდან დაიწყო აი brief-თან ყველაზე ახლოს დგომი და მოსალოდნელი რაღაცით და მე ნელ-ნელა გაწიო ასე ვთქვათ თამასა რა. და რეალურად ხო დამკვეთს აძლევ არჩევანს რომ თვითონ რამდენად ასე ვთქვათ მოულოდნელი რაღაც გააკეთოს, ხო? ანუ მაინც გჯერა ხოლმე რომ სამივე კონცეფცია მუშა არის და უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე თვითონ დამკვეთი ასე ვთქვათ რომელს აიღებს რომ მე შებეროს რა, იმიტომ რომ დამკვეთმა უნდა შებეროს მე ასე თუ ისე რაღაც ხო, ნუ ხასიათით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე გაშლებიდანაც გამოვედი რომ ანუ კონცეფცია რაც იყო ახლა რაც ავარჩიეთ ბოდიში რო გაწყვეტნა აი ეგ რა იდეაც საბოლოოდ დადასტურდა მივხვდით რომ ყველაზე კაი გაშლები მინიმუმ პარტიული ურთი ყველაფერი იქნებოდა ძალიან კარგად გაერთიანებული ამ კონცეფციის ქვეშ და უფრო თან პირდაპირ ვიტყვი რომ უფრო გაგვიმარტივდებოდა ყველაფერს მოვარგეთ აი აბსოლუტურად ყველაფერს ერგება რაც არ უნდა გავაკეთოთ რა ნაბიჯის არ უნდა გადავდგათ მარკეტინგულად გაყიდვების მხრივაც იქ გოლფი იქ რესტორანი ყველაფერს ერგება ოღონდ ძალიან ესე ლოგიკურად რა ისე კი არა რომ ანუ კი არ ვაძალებთ კონცეფცია მოვარგოთ ანუ ვცდილობთ რომ რაღაცა ლოგიკურად და ბუნებრივად ორგანულად წავიდეს ხო აქ ჩვენი ასე ვთქვათ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის პატარა ჩანარს გავაკეთებ ზუსტად რადგან თემა მოიტანა ის ადამიანები რომლებიც ეხლა შემოდიან ამ ინდუსტრიაში სწავლობენ სტუდენტები არიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით რეალურად დიდ იდეას ვეძახით ხო რაღაც მთავარ საკომუნიკაციო ასე ვთქვათ იმას რაზეც იგება ზოგადად კამპანია და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად როცა ძლიერი ეს big idea არსებობს ხო დედა აზრი როცა არსებობს და აი ეს ბუნებრივად თავისით გაჩვენებს ამ შესაძლებლობას რომ ყველაფერში შეიძლება გაიშალოს ყველაფერში შეიძლება გავიდეს ეს მესიჯი მოერგოს და არ გიწევს რომ აი საათობით იფიქრო რომ აი იმ პლატფორმაზე როგორ შეიძლება ეს გავშალო ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად კამპანიებში და მაგით ფასდება მოკლედ ხშირად კამპანიები რა და ამიტომ დიდ იდეას კამპანიებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ეჭვს მაგაზე ეფუძნება საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია რაღაც ბუნებრივად წავედით ამ გაშლების ნაწილზე და რომ მოგვიყვეთ ზოგადად აი როგორ იშლება ეს მესიჯი ზოგადად ну ვისაც არ უნახავს შედით თბილისი ჰილსის გვერდზე და ნახეთ ეს ხო ეს ვიდეო თავისი გაშლებიანად ძალიან საინტერესოა უკვე ну პროცესი ну გასაგებია რომ ეს იდეა ასე ვთქვათ გაიყიდა და ახსრულდა ინდუსტრიასთან ერთად და შემდეგი არის უკვე ეს არ არის ერთჯერადი პროცესი აქ მერე მიდის თელი რაღაცა კამპანია აი როგორია ეს ფლოუ ეს რომ მოგვიყვეთ რა ვიცი კიდე შენ ხო თვითონ დედა აზრზე სხვა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ კი ბატონო ხო მე მგონი ჯობია მაქედან და მე როგორ გავშალეთ მოდი დედა აზრი რა არის მაყურებელსაც გავაგებინოთ ჩვენ კი ვიცით ის არის ქალაქის ცხოვრების ახალი მნიშვნელობა ანუ ეს არის wording-ი tagline-ი რომელიც ზუსტად აი იმ brief-ის იმ ამოცანას პასუხობს სადაც თან თბილისი ქვია და თან საკმაოდ მოწყვეტილია და თან სრულიად რაღაცა ბუნებასთან ჰარმონიული სივრცე არის რა. და ანუ ჩვენ ესე შევხედეთ, რომ ეს არის ქალაქის ცხოვრების ახალი დეფინიცია, ახალი მნიშვნელობა. ამიტომ ამ იდეის განსახორციელებლად ძალიან ისეთი ლოგიკური, ორგანული გამოხატულება არის ლექსიკონი. და შესაბამისად ამ ბრენდს გადაუწყვიტეთ და შეურჩიეთ, რომ კონდეს თავისი ორიგინალური ლექსიკონი, რაც გულისხმობს იმას, რომ სიტყვები, რომელიც და შინაარსები, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობი არის, ამ სიტყვებს ახალი კონტექსტი, ახალი შინაარსი მივცეთ რა, როგორც მაგალითად ცათამბჯენები, შენთვის თუ არის ქალაქში მაღალი შენობები, ჩვენ დასახლებაში ცათამბჯენები არის ხეები, რომელიც ებჯინება ცას. აი ეგეთი რაღაცა ცოტა პოეტური გადაწყვეტა. საცობი არის ძალიან კარგი. ხო, ძალიან საინტერესო ის არის ეს. ხო, ან ის არის რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. თან რაღაცა მინდა რომ ის ავხსნათ, რომ მეტაფორებით არის ძალიან მეტაფორებით არის დახუძლული მთლიანად ეს კამპანია, main video რაც არის. და აი ეს სათამბჯენებს რაც თქვა ქვრივ არის კიდე საცობი იქ, რომ საცობს ჩვენთან სხვა მნიშვნელობა აქვს, რომ საცობი თუ არის ძალიან ნეგატიურ ჭრილში ყოველთვის ახლა ბოლო პერიოდში მithumetes, ჩვენთან არის რომ ის გოლფის მანქანები რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიდიან. რამდენიმე 4-5 მანქანა რომ ერთმანეთს ჩაულის. თავისი სურვილით რომ ჩერდებიან. ზუსტად თავისი სურვილით რომ ჩერდებიან. კიდე არის ხმაური, როცა
ბურთის გაფრენის ხმა გესმის ჩვენთან, ანუ ხმაური არის ეგ ჩვენთან, ხო? არის ხოლმე რა თქმა უნდა, ეგრე რადიკალურად არ არის, რომ ძალიან სიმშვიდე სიწყლარე არის, იმიტომ რომ გვაქვს ხმაური პარასკევი საღამოთრო რესტორანიც გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც 7 გარემოთ პოზიციონირებს. და ძალიან ბევრი საინტერესო სიტყვა არის რა იქ თვითონ კამპანიაში რაც ნახავს მაყურებელი, ანუ თვითონ ვიდეოს ანალიტიკასაც რო ჩავხედეთ, ვიდეო view არის, ანუ რაღაც პირველი ხوره 10% უყურებენ, 20%, 30%. თვითონ ხანგრძლივობას. ანუ ბოლომდე გაყვა ძალიან უმეტესი ნაწილი ვიდეოს და აინტერესებდა რა მნიშვნელობები აქვს ჩვენთან, როგორ ითარგმნება ეს სიტყვები და მგონი რომ ვიღაცები მიხვდნენ, ხო შეიძლება ვიღაცები ვერც მიხვდნენ, ანუ ვერ ხვდებოდნენ რა ჩვენთანაც რო ვანახეთ რამდენიმე თანამშრომელს. საინტერესო არის როგორი იყო ფიდბექი. ხო, ანუ ეგ ის არის კომპანიაშიც რო ვანახებ შენ თანამშრომლებს და ან მაგალითად მახსოვს რომ 4 მოითხოვა რომ თავიდან რო ჩაგვერთოთო. იმიტომ რომ რაღაცაც და ვერ მივხვდითო, მაგრამ ნუ დანარჩენები უკვე ერთი კომენტარი იყო, მახსოვს გოლფის ტერიტორიაზეო მანქანა რატო დავაყენეთო. ერთი კომენტარი იყო და დანარჩენი ყველაფერი ძალიან მოეწონა. ვინც გოლფში არის. გოლფში ვინც ხო. რატო უნდა იყოს მათ მანქანა ხო? დანარჩენი ყველაფერი მოკლედ. ხო და აი გაშლების ნაწილზე აი ხა როგორ იშლება კამპანია, როგორ მიმდინარეობს, მაინც უკვე რაღაც უკვე აქტიურ ფაზაში რო შევიდეთ და ნელ-ნელა ასე ვთქვათ, წავიდეთ უკვე ბოლოსკენ სად იყრება და რა არის თქვენი გეგმა, მაგალითად გულისხმობ შეიძლება რაღაც კონკრეტულ პერიოდზია ეს კამპანია გაწერილი, ხო? ან შემდეგ შეიძლება რაღაც სხვა ეტაპის სხვა კომუნიკაცია გაქვთ ჩაფიქრებული და ის უნდა დაიწყოს, ანუ აი როგორ ხედავთ ამ კამპანიის მიმდინარეობას, რა პერიოდზე და როგორ იშლება და რა პოტენციალი აქვს, როგორც აღნიშნეთ თვითონ big idea იძლევა მაგის საშუალებას, რომ ყველგან და ყველაფერში გაშალოთ და აი ეგ არის. იცი რა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველგან და ყველაფერში ეს გავშალოთ. პირდაპირ, მართლა, იმიტომ რომ იმდენად მოგწონს ყველას აბსოლუტურად დირექტორიდან დაწყებული, დამფუძნებლით და პლუს, ვიცი, ფინანსური დეპარტამენტი, გოლფერები, ყველაფერს, ან ყველა არის ჩართული და ყველას ფიდბექი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო და ამ ფიდბექსაც რო ვიღებ ცოცხალს, რომ აი ძალიან მოგწონს და მოდი დავტოვოთ ეს ფონდსაც იყოს ხელშორის ლაპარაკი, რომ ძალიან მოგწონს ეს ფონდი. ხო, რომ მოდი ესე გავაგრძელოთ კომუნიკაცია, რომ რაღაცების ახალი მნიშვნელობა, ჩვენთან ახალი მნიშვნელობა ინიჭება და თან მოვარგეთ ყველაფერს ახლა როგორც თქვი. თუმცა თვითონ კამპანიის ის თუნდაც მოკუმენტურები რაც გქონდა, რაღაც პოდკასტებს რასაც ვაპირებთ, ინსტალაცია გალერეა თბილისში, ანუ ესე დასრულდება ივნისის ბოლოს, ის ბილბორდები მაგალითად. ანუ კამპანიის უშუალო გაშლები, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ რაღაც პირობითად თუ ვიწყებთ თანამშრომლობას ერთ-ერთი პრემიუმ ავეჯის კომპანიასთან, ვაპირებთ რომ რაღაცა კამპანიის ესეთი გაშლა გავაკეთოთ, რომ ინტერიერის ახალი მნიშვნელობა და ხო, ვაპირებთ ფოტოგრაფებთან ასევე კოლაბორაციას, მათი თვალით ცნობილ ფოტოგრაფებთან, მათი თვალით დანახული თბილისი ხილსი, მათ ლინზაში როგორი არის და ისიც ძალიან საინტერესო. ასევე ილუსტრატორი, რომელიც ანუ ესე აუთსორსზე გავიტანეთ ესეც, რომელიც გვიხატავს მისი თვალით დანახულ თბილისი ხილს. ანუ მაგის თავისუფლებასაც ვაძლევთ ყველას, რომ როგორ ხედავენ თბილისი ხილს. ანუ მათთვის ხო რაღაც ახალი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს ჩვენთან, როგორ ანიჭებენ მაგ ახალ მნიშვნელობას თბილისი ხილს და ანუ რეალურად ეს გაშლები კეთდება შიდა თიმში, ხო? და აი სააგენტომ გაიკეთათ, ასე ვთქვათ, ამის დოკუმენტი როგორ იშლება, პოტენციალი რა აქვს რაღაც კონკრეტული ლაინების მიხედვით და შემდეგ თქვენი გუნდი აკეთებს უკვე ამის აღსრულებას. აღსრულებას ვაკეთებთ. კი, რაღაცებიც ცოტა შევცვალეთ, მაგრამ ძირითადად კი, ძალიან კარგად წაიღო ამ პროცესმა. ანუ აქაც ის არის ხოლმე რა, როდესაც ძლიერი მარკეტინგ თიმი ყავს ბრენდს, მაშინ საკმარისია ხოლმე რომ ასე ვთქვათ მაგაც სტრუქტურა მისცე, კონკრეტული кейსები მისცე, კონკრეტული გაშლის რაღაც ატრიბუტები გადასცე და მე მარკეტინგი თვითონ აწარმოებს რა. ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა უფრო ზედამხედველობითი იყო რაღაცა. რომ ყველაფერს ვაინც ვათანხმობ. გულაკავდით ხო. ჩვენ რაღაცა კომენტარს ვაკეთებდით ისე. ხო, ანუ მე მგონია რომ ამ ეტაპზე ახლა რაც მარიამი ამბობდა, ანუ ამ ეტაპზე რამდენიმე ასე ვთქვათ გაშლა რა მაგალითად თქვა რა მე ახალი უნდა. კამპანია და გაშლები. ხო, ანუ გაშლის რამდენიმე იუნიტი ასე ვთქვათ ჩვენი მითითებით იყო და მე როგორც ხვდები, კიდე რაღაცებს აგრძელებენ უკვე თავისი გადაწყვეტილები და თავისი გეგმები. შვენიერი. მე მაგ ესეთი კითხვა უფრო ცოტა რომ ასე ვთქვათ დავშორდეთ ამ კამპანიას. ძალიან საინტერესოა ზოგადად წინა ეპიზოდშიც გქონდა ამაზე საუბარი, რა ხდება ზოგადად ინდუსტრიაში. ანუ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენს პოდკასტში ძალიან ბევრი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანია იყრის თავს და ძალიან საინტერესოა ზოგადად მარკეტინგული მიმართულებით
ეს კონკრეტული ნიშა როგორ გამოირჩევა რა, აი თქვენ შემთხვევაში უფრო სამშობლო ბიზნესი ქვია ხო, აი პირობითად ამ ინდუსტრიას და ხო, აი როგორ შეაფასებდი ზოგადად ამ გარემოს რა ხდება მარკეტინგის მიმართულებით აქ? იცი რა, ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე დაკვირვებებს ყოველთვიურს კვარტალურსაც, რომ რას აკეთებენ მარკეტინგის დეპარტამენტები, რომ რაღაცა იქ როგორ კომუნიკაციას უშევენ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მე რაღაცები შევატაროთ და რა იყო საჭირო მესიჯი, ვინ გააჟღერა, როგორ გააჟღერა, როგორ იმუშავა და ბოლო დაკვირვებით ახლა რასაც ჩვენ ვიყურებთ, სხვა შორის ძალიან სწორი მიმართულებით მიდის მარკეტინგული კომუნიკაცია. ანუ არის ბევრი დეველოპერი, რომელიც საუბრობს ხარისხზე მხოლოდ, მაგრამ ბევრი დეველოპერი მიხვდა, რომ ბრენდთან ემოციური კავშირი უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე ხაზგასმა რას მიიღებს ინვესტიციას რო ჩადებს, რომ იქ რაღაცა ანუ შეგრძნების დონეზე გულისხმობ რა და მე უკვე ადაპტაციას აკეთებენ კონტენტის და არა დუბლირებას, რომ TikTok-ს თავისი აუდიტორია ყავს იციან უკვე. იქ რო კამპანია საჭირო არის და პროფესიონალების გუნდი უნდა ჩართონ, ეგეც უკვე იციან და აი ეს დაკვირვება გვაძლევს იმას, რომ ძალიან ვითარდება უკვე დეველოპმენტის სფერო ამ მიმართულებით და ძალიან საჭირო გახდა რაღაცაები. ანუ კონკურენტებს ესე ფაქტია შეიძლება ესე ვერ გამოყოთ, მაგრამ ნუ წინა ეპიზოდშიც ვქონდა ამაზე საუბარი, რომ რეალურად ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკურენცია ზუსტად მარკეტინგის მიმართულებით, რომ მასზე კარგი გინდოდეს რომ გააკეთო თუნდაც კომუნიკაცია, თუნდაც რაღაცა ოფერი, ხო, ნუ ეგ რაღაც ბუნებრივი მე ფაქტია. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს უზრდიან მოხმარებლების რაოდენობას, ანუ ძალიან ჯანსაღი კონკურენცია თუ არსებობს, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ჩვენ შემთხვევაში მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ კაჭრეთი ამბასადორი არის კახეთში, გოლფის ცნობიერება არსებობდა მათი დამსახურებით, რომ აი გოლფის სათამაშოდ მიდიოდნენ და ჩვენთანაც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს, რომ აი პროფესიონალური მოედნებია და მე მოდიან რა. ლოკალურად ქართველებში ამბასადორი დაგვეხმარა და ზოგადად კონკურენტებს რო ვისაუბროთ, ანუ ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ ჩემი. ანუ ესე არის ჯანსაღი კონკურენცია რა, მაგრამ საბოლოოდ ხო მაინც ის არის რა ქვია, შეჯიბრებაც არის, რომ აი მან გააკეთა, ეხლა ჩვენ გავაკეთოთ ის. ესეც რა ცოცხალი პროცესია რა. ინდუსტრიას სჭირდება მოკლედ ესე რომ. მაგრამ ძალიან კარგად მიდის. ხო, ბოლოს რაც ბევრი კამპანია ვნახე ხოთა შორის დეველოპერების და კარგია და მარტო აუდიტორი აღარ არის რა ის ბილბორდები რაც იყო რომ დაგვირეკეთ ჩვენთან მაგარია კაი ბინებია ხო ეხა უფრო ემოციურზე დავიდნენ ხო იმიტომ რომ ანუ ხო რაც უფრო კონკურენტული არის ბაზარი მით უფრო საჭიროებს ანუ ზოგადად ისტორიულად ეს კრეატიული გადაწყვეტები ჩვენ სარეკლამო საქმეში მაგის მერე გახდა საჭირო რა დროსაც კონკურენცია გაიზარდა რა ამიტომ რაც უფრო მეტია კონკურენცია სააგენტები უფრო ბედნიერები არიან ამბობთ ძალიან საინტერესო არის ზოგადად სარეკლამო ინდუსტრიაში რა ხდება, აი ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ თითქოს აი ადრე უფრო ჩანდა ეს რაღაც ფესტივალები, აჯილდოები, თითქოს რაღაცა უფრო მეტი კამპანია იქმნებოდა, არ ვიცი, რაღაცა მე ესე მახსენდება ყოველ შემთხვევაში რა, შეიძლება ხა რაოდენობრივად ეხლა უფრო მეტი კამპანია კეთდება, მაგრამ რაღაცა ეს ვირუსულობა თითქოს უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე კამპანიების ნაწილში, ანუ ძალიან საინტერესოა თქვენი სააგენტოს, თქვენი დუოს გადმოსახედი ამ შემთხვევაში სად არის ქართული სარეკლამო ინდუსტრია და ზოგადად რაღაც პროგრეს განიცდის, რეგრეს განიცდის თუ აი როგორ ხედავთ ზოგადად ამ ინდუსტრიაში მდგომარეობას ძალიან საინტერესოა. უნდა რაღაცა სავალალოა თუ პირიქით რაღაცა უფრო დაუღვინდით ინდუსტრიაში აი ეგეც. მე მგონი ხო, კარგი კითხვა არის. ერთიც და მეორეც მე მგონი რა. ნახე აი ჩემი აზრით ეხლა აღარ არის ის რაც მე როცა ინდუსტრიაში ვიწყებდი მუშაობას და მამას ვეძახი რომ აი რაღაცა მაშინ ახალი ხილი იყო საერთოდ სარეკლამო ინდუსტრია, რეკლამის კეთება, ცოტა რაღაცა დასავლურ რეკლამას რაღაცა სიყვარული თუ ყურებით თუ შორს რაღაცა მაგარი კეთდება და რეალურად კომპეტენცია ცოდნა არც იყო რა, უბრალოდ აი ვიღაცებმა და მე გამიმართლა ეს ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც წამოიწყეს საერთოდ ამ ქვეყანაში სარეკლამო ინდუსტრია, თავისი ენთუზიაზმით მუხტი გადასცეს სხვებს რა და თითქოს აი ეს რაღაცა ჩირაღდანი იყო, რომელიც გადაეცემოდა ვიღაც ტიპებს და ჯერ არც კი იყო ასე თქვა ჩამოყალიბებული ისეთი რაღაცა არც ეკონომიკა, არც ინდუსტრია და არც რაღაცა ფორმა არ ქონდა მიღებული რა, რაღაცა ის იყო კონკრეტული ადამიანების ენთუზიაზმზე და სიყვარულზე დაფუძნებული საქმე იყო. და ამიტომაც მიმზიდველიც იყო რა. ეხა ბევრად მეტი კეთდება, ეხა ბევრად დიდი ასე ვთქვათ მოცულობა აქვს ამ კრეატიულ ინდუსტრიას, ფესტივალებიც ბევრად მეტი არის ჩვენ ქვეყანაში და რაღაც შეჯიბრიც.
ანუ სიტყვაზე ედბლექსიზე რო აღმოჩნდეს, რაღაც 1000-მდე ადამიანი არის და ანუ ამ ხელა რაღაცა ის არის რა. სულ იზრდება თან. ხო, დიდი ტიპი გახდა რა, მაგრამ დიდი ტიპი რო გახდა, ამასთან ერთად მოაკლდა აი ეს რაღაცა პირველი სპარკი რა, რომელიც რაღაც თვალანთებული ხალხი რო დადიოდა სააგენტოში ღამეებს რო ათენებდა, არ ვიცი ხა ალბათ კიდევ ვიღაცები ათენებენ. მაგრამ ხო, ანუ მე აღარ ვათენებ. მაგრამ ის თქმა უნდა რომ აი შემდეგ რატო აღარ ათენებ ღამეებს, მაგაზე გაგვეცი პასუხი. მივედი, რომ შევიძლია რომ აღარ გავათენებ. ხო, იცი რა, მაინც მე მგონია რომ ბევრად მეტი მოთამაშე გახდა, ბევრად მეტი ტიპი არის, ვინც სარეკლამო სააგენტოში ასე ვთქვათ მუშაობს რა, მაგრამ ბევრისთვის გახდა ჩვეულებრივი საქმე. და მგონია რომ მაგის ეგ არა მარტო ქართული ფენომენი მგონია, ანუ ზოგადად სარეკლამო ინდუსტრიაში ზოგადად მგონია რომ ასე ვთქვათ კრეატიული მარცვლის როლი ცოტა შემცირდა. იქიდან გამომდინარე რომ რაღაც data-driven გახდა ყველაფერი, რაღაცა ასე ვთქვათ კრეატიული იდეის როლი თითქოს გადაინაწილა ზოგადად მედიამ რა, ანუ ყველაფერი კონტენტი გახდა, ხო ხდები რას ვამბობ და ანუ აქამდე თუ იყო რაღაც აი ამ ბრენდმა ეს თქვა და აი რაღაცა ისო შუქურა იყო რა, ეხა ყველაფერი ეგეთი გახდა და თან არც ისე ეგეთი რა, ანუ ყველაფერი ორიგინალურობს და ამიტომ არაფერი ორიგინალური აღარ არის. ცოტა ისე ვხედავ. ამიტომ რაღაცა ფაზა აქვს ამ ინდუსტრიას, რომელიც გლობალურადაც ცოტა ჩამქრალი არის და ჩვენთან კიდე იმ ყველაფრიდან გამომდინარე რომ რაღაცა ქვეყანაშიც არეულობა არის და არც ისე გვილხინს. აქედან გამომდინარე ინდუსტრიაზეც მოქმედებს ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე მგონია რომ გამოსავალი იმაში არის რომ აი ამ ბიზნესებმა, რომელიც არის რაღაცა სარეკლამო ბიზნესები და პლუს კომპანიები, რომელიც მათთან მუშაობენ, უფრო მეტი იფიქრონ რაღაც შიდა კულტურაზე, რომელიც იქნება ასე ვთქვათ თითო სტრუქტურის და ფულის და რაღაცა სამუშაოს და გამოცდილების გარდა კიდე რაღაცა ღირებულება მისცეს თანამშრომელს, რომელიც არის აი რომელიც დასავლურ კომპანიებში ძალიან კარგად არის ნაფიქრი რა. ეგ არის ალბათ ჩემი პასუხი. ხო, ну, საგანგაშო ინდუსტრიას არაფერი არ აქვს დღეს ალბათ სააგენტოების ხედვებზეა და ბრენდების გამბედაობაზე ბევრი რამე დამოკიდებული, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ როცა ბრენდი სააგენტოსთან ერთად ბედავს რაღაცა ისეთი ნაბიჯის გადადგას, მე ეგ კამპანია გაცილებით უფრო ისეთი გამოდის ხოლმე ხმაურიანი, მაგრამ სააგენტოც ყვაყოფილია. ძალიან ხშირად გამიგია მე ეგეთი ასე ვთქვათ ფრაზები, ესე ჰაიერში წამოსროლილი და არა მარტო ჰაიერში წამოსროლილი, რომ ბრენდები ამბობენ, იცით ჩვენ სააგენტოების თან თანამშრომლობა აღარ გვინდა, შიდა თიმი საყვანა გადავწყვიტეთ და შიგნით შევიტანთ ამ სერვისს და ნუ განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როცა საუბრობთ, რომ ყველაფერი რაღაცა ტრანსფორმაციის ეტაპია, რაღაცა AI შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი და ხო, აი დგება საკითხი, რომ სააგენტოს უწევს დაამტკიცოს ბრენდთან, რომ მე ამიტომ ვარ მნიშვნელოვანი, რომ აი ამ სერვისს შემოგთავაზებ, აი ამ სერვისს მოგცემ, რომელსაც შენ შეიძლება შიდა გუნდით ვერ გაწოდე მაგალითად. აი რა არის თქვენი განსახედიდან აი ეგ კონკურენტული უპირატესობა გულისხმობს შიდა თიმთან და არა რაღაც სხვა სააგენტოებთან შედარებით. აი რატო ან რამდენ ხანს ვერ ჩაანაცვლებს სააგენტოებს შიდა გუნდები? ან შეიძლება ჩაანაცვლოს და თქვენ ამას ფიქრობდეთ, არ ვიცი. იცი რა, მე მგონია რომ ალბათ მაგის პასუხს კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმ სტეიტმენტით, რასაც მანამდე ვამბობდი, რომ თვითონ სააგენტოების სტრუქტურაც ბევრნაირი გახდა რა. აი თუნდაც ჩვენი unit-ი რაც არის, რომ ორი ტიპი ვართ და ანუ შეგვიძლია სააგენტოსთანაც მუშაობა, შეგვიძლია ბრენდთანაც მუშაობა და მე კიდე რაღაცა სხვადასხვა ვარიაციები არის ჩვენი მუშაობის, ხო? ის ნაბიჯიც, რომელსაც ახლა ბრენდები დგავენ, რომ აი სააგენტოსნაირი unit-ი შიგნით ხო არ მყავდეს რა, ეგეც რაღაცა სააგენტოს მუშაობის ნაირსახეობა გამოდის. თითქოს ეს ზღვარი, სადაც ბრენდს და სააგენტოებს შორის აქამდე იყო, ეგ ზღვარი ბუნებრივად ბუნდოვანი ხდება და ხო რა, ანუ რაღაცა სააგენტოს შეიძლება თავის ბრენდ ატრიბუტები აქვს ისეთი, რომელიც პროდუქტს უშვებს მაგალითად, ხო? ანუ მარკეტინგი ძალიან ორგანულად და ბუნებრივად გახდა ესეთი უფრო fluid ტიპი, რომელიც არ არის გაყოფილი კედლით, რომ იქით მტრები არიან. და აქეთ ესენი არიან რა. ფულს გვიგებენ ისე. ხო და მე მგონი ძალიან ესე ბუნებრივი დინამიკაა და ყველაფერი კარგად იქნება. აი მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენია თუ კომპანიას იმის რესურსი აქვს რომ გაიტანოს რაღაც და ამუშაოს იმ ის ადამიანები ამუშაოს კონკრეტულ იდეაზე რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და დიდი ბექგრაუნდი კომპანიების მინიმუმ მაგ შემთხვევაში მგონია რომ აი
უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა გააკეთოს რა. თუ რესურსი აქვს, რა თქმა უნდა. მე ვერ წარმომიდგენია დიდ კომპანიაში, სადაც მარკეტინგის გუნდს ძალიან ბევრი საქმე აქვს, როგორ უნდა დაჯდეს და იმუშაოს კონცეფციაზე. თან იმ კონცეფციას ჭირდება ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება და შექმნა პირველ რიგში, ხო? რაღაცების აღმოჩენა და ამას ძალიან ბევრი კვლევა ჭირდება, სწორი კითხვები და სწორი პასუხები. სწორი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჯობია რომ ანდონ თავად გავცემ რეკომენდაციას, რომ თუ ამის რესურსი არსებობს, ან გამონახონ რესურსი, რომ ხო აუცილებლად ამუშაონ ის ხალხი ასეთ იდეებზე, რაც ძალიან საპასუხისმგებლო არის, მის პროფესიონალია და ისეთი ბექგრაუნდი აქვს, რომ აქვს დამუშავარი ესეთ, ხო. ხო, მაინც გონია რომ ბიუჯეტური გადაწყვეტა უფრო არის და ზოგ კომპანიას არ შეუძლია რომ თქოს დაუკვეთოს creative teams ცალკე რაღაცა და ამიტომ ურჩევნია რომ თვითონ აკეთოს რაც ზოგი ბრენდისთვის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა. რომ თუ არის რესურსი, თალსახად. დიჯიტალის შემთხვევაში ხარ როგორც განვიხილე, დიჯიტალი ჩვენ აუთსორსზე გვაქვს და დააკმაყოფილე ვართ, იმიტომ რომ ან დაახლოებით 4 ადამიანი მუშაობს ერთ ბიზნეს იუნიტზე, რაც ძალიან დიდი პლუსი არის კომპანიისთვის. ანუ ის ადამიანები ფიქრობენ, აანალიზებენ, იქ რეკომენდაციებს გაძლევენ, იქ ჰედი ცალკე არის, იქ პროექტ მენეჯერი ცალკე არის და ის ხალხია, რომლის აზრებიც შეთვის ძალიან მნიშვნელოვანია. cost effective-იც უფრო არის, ხო? cost effective არის, ან თვალსახად არის. ცალკე რო აგიყვანა ეს ადამიანი გაცილებით ხო, გუნდს აღარ კრავს შიგნით და იქ შიგნით გუნდის შეკვრას პასუხისმგებლობები აქვს, ხო? იქ შენ რო ჰედი ხარ, იქ мотиваციის შექმნა ჭირდება, ბევრი რაღაც არის, ბევრი დეტალია, რო ხარ გავაგრძელოთ და ხო, ჯობია რომ მაგნეწილში აუთსორსზე გაიტანოთ თუ ხო. ამის კი, მაგრამ იცი რაზე ვფიქრობდი ახლა, აი ეს რაღაც ახლა ხო თითქოს ჰაიპი არის იმისი, რომ ამ AI ტექნოლოგიით და ზოგადად ტექნოლოგიური პროგრესით ანუ ყველაფერი შეგიძლია შენი თქნა რა. და ანუ პრინციპში მართლა ასე არის, რომ მაგას სწორი გამოყენება ჭირდება. ხო, ნახე, მან კეჩი რა არის, იცი რომ ყველას შეუძლია რომ ყველაფერი თვითონ ქნას. ანუ შესაბამისად, ბევრად კონკურენტული და ბევრად ხარისხზე ორიენტირებული კონკურენცია გამოდის. თუ ყველას შეუძლია რომ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია, მანამ თუ იყო რომ Photoshop-ი იცის აი ამდენმა ადამიანმა და კონკურენცია იყო აი ამ რაღაც ჯგუფში. ეხლა ყველას შეუძლია გააკეთოს რაღაცა, რაც Photoshop-ის ნამუშევარს გავს, გესმის? ანუ ბევრად მაღალი value ენიჭება კომპეტენციას მაშინ. ხო, ანუ ის არის, რა ქვია. პირიქით არის, რაც გონია, მაგის პირიქით ეპოქაში შევდივართ. სადაც ნუ კრეატივი და ზოგადად ზუსტად იდეის ფასი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შევაჯამებ მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, ძალიან საინტერესო კამპანიაზე. პირველ რიგში კამპანიას უსურვებ წარმატებას, შემდეგ თქვენ გისურვებთ თბილისი Hills წარმატებას ამ კომუნიკაციის მხრივ და ზოგადადაც და თქვენ თანამშრომლობასაც უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ზოგადად ესეთი ინსაიტები და კამპანიის მიღმა საუბარი. ზოგადად ჩვენი პოდკასტის იდეაც ეგ არის, რომ ვისაუბროთ მის მიღმა როგორ მივედით ამ კონკრეტულ კამპანიამდე, იმიტომ რომ კრეატიული კამპანიები არ არის მხოლოდ ვიდეო, რომელსაც უყურებთ, იმის მიღმა არსებობს ძალიან ბევრი კომუნიკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში ითარგმნება კონკრეტულ ციფრებში და კამპანიები იმისთვის არ კეთდება, რომ უბრალოდ ლამაზი იყოს და მოგვეწონოს, არამედ ბიზნესის მხარეს ამან უნდა იმუშაოს და რაღაცა კონკრეტული ციფრები უნდა დადოს. მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეპიზოდებშიც იხალისებთ, მეგობრებო, და აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით. დროებით.